ალექსანდრე ქარცივაძე 7 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ფეხბურთი. უფრო მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. შენახული მაქვს მაშინდელი ნახატები. ბაღში ხატავდი, მერე მანქანაში ვდებდი და მერე სახლში მიმქონდა. მე ახლაც ვაგროვებ ნახატებს. უკვე დამიგროვდა 32 კარგი ნახატი. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ გაყიდვა მინდა. თითო ნახატი მინდა გავყიდო 10 ლარად. ფული რომ ექნება ვიყიდი ტკბილეულებს. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ჟელიბონი. მე ყველაზე ბევრი ფული მქონდა 20 ლარი. საიდან მქონდა და მამიკო მომცა. რაში დავხარჯე და რა თქმა უნდა ტკბილეულში. ჩემი საყვარელი საჭმელია ჰამბურგერი. მაგრამ ნელ-ნელა შეიძლება შევჭამო 4 ჰამბურგერი. ყველაზე ხშირად ვხატავ კაცუნებს, სახლებს და მთებს და ჯუნგლს. ჯუნგლებს იმიტომ ვხატავ, რომ ძალიან მიყვარს ცხოველები. ყველაზე მეტად მიყვარს ძაღლი და მალე მეყოლება. გარეული ცხოველებიდან მინდა სახლში რომ მყავდეს ლომი. ამ ლომთან ერთად ვივლიდი სკოლაში და მეყოლებოდა კარგი ნიშნები. ჩემი საყვარელი ფერია თეთრი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ შავი გასაფერადებლად არ გამოიყენება. ყველაზე ძნელია ვეფხვის დახატვა. ყველაზე ადვილი არის ძაღლის დახატვა. ერთჯერ სახლში მქონდა გამოფენა. ამ გამოფენას დაესწრო დედა, მამა, ჩემი ძმა და ჩემი და. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. ამ ბოლო დროს მაჩუქეს ანიმეს სათამაშოები. ჩემი საყვარელი ანიმეა ნარუტო. ჩემი ოცნებაა რომ ვიყო ნარუტო. თოლის ბაბუა სულ მოაქვს ჩემთან საჩუქრები. შარშად მაგალითად მომიტანა ჰალკის სათამაშო, სპაიდერმენის ხელთათმანი და მანქანა. წელს მინდა მომიტანო სახატავი ნივთები. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 32 წლის და მას სახელი ქვია ვახტანგ. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი კლასელები კარგები არიან, ჩემი მასწავლებელი კარგია და მკითხულობ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი დავითაძე. ყველაზე ცელქია დათა კუკასიანი. ყველაზე მშვიდია ნატალია თურმანიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე მეგობრული. მეგობრობა არის ერთად თამაში და ერთად გართობა. მე მყავს ახლა 10 მეგობარი და მინდა რომ მეყოლოს 20. ადამიანს მაქსიმუმ შეიძლება ყავდეს 21 მეგობარი. მათემატიკა მიყვარს და ადვილად გამოვთვალე. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ჟუჟუნა ბერიძე. ის არის ლამაზი, გულთბილი და ცოტა ყვირილა. როდის ტყვირის და ბავშვები რომ აბრაზებენ. ისე ყვირილის დროსაც კარგი ხმა აქვს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ვთამაშობ დინამო ბათუმში. თამაშობ შეტევაში და მიყვარს ძალიან გოლების გატანა. ჩემს კარიერაში უკვე გავიტანე კარგი 11 გოლი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 31 ნომრით. მოედანზე მე მაქვს ძალიან კარგი სისწრაფე.
გამოსასწორებელი მაქვს ძლიერი დარტყმა. დინამოში უკვე მქონდა 2 შეჯიბრება. უფრემო მოწევნა მეორე. იმიტომ გოლი გავიტანე და ის თამაში მოვიგეთ. მაგ თამაში მე ვიყავი ყველაზე საუკეთესო. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ პოლიციელი. ახლა მინდა ვიყო 21 წლის, იმიტომ რომ მანქანა მეყოლება. ჩემი საყვარელი მანქანაა ოქროსფერი ლამბორჯინი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი და ჩემი ძმა. კიდე მინდა რომ მყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია ნიკა. ის არის ბრაზიანი, ჭკვიანი და მხიარული. ჩემი და არის 3 წლის და ქვია მარიამი. მარიამი არის მტირალა, ბრანჭია და ლამაზი. ჩემი აზრით მარიამი რომ გაიზრდება, გამოვა მასწავლებელი. ნიკა რომ გაიზრდება, გამოვა კალათბურთელი. მამიკო არის მშრომელი, მხიარული და ვაჟკაცი. დედიკო არის ლამაზი, მრზუნველი და გულთბილი. ძალიან მიყვარს დედიკას გაკეთებული შაურმა. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ჰამბურგერს. მე მყავს ძალიან ლამაზი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქვევ ნინოს, მილანას და მათეს. ჩემ ცოლს დავარქმევ მილას. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სიყვარულზე. თავარი გმირები ვიქნებოდით მე და ჩემი შეყვარებული. ჯადოსნული ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ლამბორჯინს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ ძმასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტევებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილია მამაჩემი ლევანი ქარციგვაცი. ბედნიერება არის გაღიმება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.